ჩოხატაურში თენდება კი პოპულარული ხარის ხარ მაგრამ შენით არ ინტერესდება არავინ ძალიან ცუდი რომ აქ არანაირი შესაძლებლობა არ იყო არაფერს ამიყვანეს ოღონდ მანტიორის იმას იმიტომ რომ შავი მუშა რასაც ქვია საჭირო იყო და რა ძნელია თან ამას აქში ბიჭო რა მოხდა ახლა ციხე 8 საათი ციხეში გავატარე ანუ არც გეუბნებია რატო დაგიჭირე რა დღესაც არ უთქვიათ რა ეს არ იყო დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახი ხო ურსულად ვარო და ჩამოდიოდა რეაქცია როგორი ქონდათ გაგეხარდა დაიძაბეთ არ მინდოდა იმასთან არაფერი სიყვარული ეს არის როცა ორ ადამიანს უნდათ ერთად ყოფილიყო ხო და აი როდის დაიძაბა ურთიერთობა რომ მიხვდით რომ ქართველის მოყვანას ვაპირებდი გიყვარდათ ეს 20 წელი მქონდა ეს გზნობა ასეთი გიჟური სიყვარული ცხოვრებაში მოც ერთხელ ხო მედი არა მაგ დროს უკვე მეორე შვილიც ყავდათ რანაირად მოხდა ისე რომ ორივე შვილი ორივე ბიჭი ყავთ ხო იქ რამდენი წელი არ გიკონტაქტებთ ფაქტობრივად 2004-დან უკვე 20 წელი შვილი არ გინახავთ ხო არა იმალა ხშირად ირით ისე? ორ-სამჯერ მქონდა ესეთი, რომ რა დავაშავე. ეხლა იცის როცოლი ხავთ? კი, არავის არ აინტერესებდა ჩემი ამბავი. ბიზინა მახარაძე კი ვიცოდით აში რო იქნებოდა ასეთი დაიგრევა კაი აღარ გეცლებათ აი ახლა გონიოში დაიბადეთ, მაგრამ მოგიწიათ რომ ხაშურში გაზრდილიყავით, საიდანაც დედა იყო წარმოშობით და რატო გადაწლა რომ იქ გადასულიყავით დროებით? კლიმატი არ მომიხდა საშინლად, ნესტია იქა. ის კაროდა ერთხელ დააფიქსირეს 100% გაცვლა. ხო. ესე იგი ფაქტიურად წყალში ხარ რა. ხო და არის რა ესეთ ორგანიზმი, რომელსაც მშრალი ჰავა უხდება. ჩემდაც მაგალითად უხდება გადასარევად. გონიო, ბათუმი, წვიმები მე არ მომიხდა საშინლად და მე დედაჩემმა გადაწყვიტა რომ დედამისთან არო ელჩკა ბაბუსთან ასე ვთქვათ ხაშურში გომში ჩამიყვანა და რამდენი ხანი გაჩერდით მონახა 3 წელი ვიყავი ასე მთლიანად ბებიასთან და მე უკვე ისევ გონიოში დაბრუნდი და მე ყოველ წელიწადს 3 თვე დასასვენებლად დადიოდით, ხო? კი, გომში. მაგაზე სხვაში რაღაცა გამახსოვს. ხო. ეთქობა ეს მიბაძვის ნიჭი მქონდა. ხო და გახანებული გურული ჩავდიოდი იმაში კაცო გომში. ხო. ხო და ეს ცხონებული ელჩკა ბაბო. ჩემი ბიზნესი როგორ ალაპარაკობს კაცო, აქანე, იქანე, რა არის ბიჭო? ქართელი გაგანები. მე სამთვეში ხდებოდი გახანებული ქართლები. და ჩავდიოდი აჭარაში. და იწყებდით ხო რა გვაგვიჯო გაგვეთილათა აბელა მარიგოჯო აკლეიგადეს აი ბავშვები და რო იყო იმიტაციის ხო ისევნა გურული ჩადიوار არგიდა ჩადიშენი და ბოლო კლასებში განმოდიხარ თბილისში, კომაროვის სკოლაში. ხო, ეს რა მოხდა, იცი რომ მე 8 კლასი რო დავამთავრე, ბიძაჩემმა თქვა, რომელიც აქ ცხოვრობდა უკვე, დედაჩემს უთხრა თავის დას ასე თქვა, რომ აგერ კომაროვშიო შეგვიძლია რომ ჩავაბარებინოთ და გამოცდები ჩავაბარე 63 ვიყავით, თუ 7 არ მახსოვს და 3 ადგილი იყო სულ. უკვე დაკომპლექტებული იყო კლასები, მაგრამ ეს რაღაცა დამატებითი იყო თუ რა იყო არ ვიცი და აი იმ 67-დან იმ 3-ში მოვხვდი.
ცხოვრობდით ჩვენ. შობლების garaშე. შობლების და არ garaშე. უჭირდა, თან თქვენ არ გიჭირდა ვაი, მე პირველი 2 კვირა თუ 2 თვე იყო და რა ძნელია თან ამას აქში ბიჭო. მაგრამ მოახდინე ადაპტაცია, ასე ვთქვა და კომაროვში რითი გამოვიდეოდი, რომ ეხლა კომაროველები ვინც სწავლობდა ჩემ დროს მათემატიკის ნიჭით და ფიზიკის კი არა. არამედ ხელურს თამაშობდი ძალიან კარგად და საქართველოს ჩემპიონებიც ვიყავი. მართლა? ჩემპიონი ყოფილიყართ უკვე სპორტის სახეობაში. კი, სპორტსაც ხელბურთში. არა, მე სპორტი მეხერხებოდა. რა ქვია, ფეხბურთსაც თამაშობდი. იცი ვის წინამდე გვაქვს ნათამაშები, ბავშვობაში. კორიძერო იყო ვახტანგი თბილისის დინამოში. აი, ის იყო დამწყები იყო და მეც და გონიო შევხვდით ბათუმის იმასე. იდეა თქვა თუ რაღაც აღარ იუნი დინამოც ხო. ხო და გონიო 4 თვე წავაგეთ. და თქვენ ხო არ ქონდათ სურვილი სპორტს გაყოლოდით იმ პერიოდში? მქონდა, კი, მაგრამ ქართველებს აქვს ესეთი ნეპოტიზმი და მთელი ამბავი და არ ყავდა პატრონი რა. კიდე წევით ხერხელ კაცო, განცხადება, ვაფართოვებ თვალებს 3 წამშიო, კაცო. ვიო გამიგულე დავრეგე მე ვთხარი თქვენ თვალებს აფართოვებ 3 წამში თქვა, კიო. რა ღირს მე ვთხარი მაგი. რა ღირს და $1000-იო. მე დადგა უკვე დრო, რა პროფესია უნდა აგერჩიეთ? და ხდება ისე რომ მრავალხრივ ნიჭიც არ ვარ გასმის, იმიტომ რომ ორ ახლა კომაროვში სწავლობ, ესე იგი მეცნიერული ნიჭი გაქვს. ჩემპიონი გახდი, სპორტული ნიჭი გაქვს. გენებში ბაბუა მომღერალი ლოტბარი მთელი ამბავი და სცენისკენ მიდრეკილება. მამა ჩემი დღესაც რო კითხვა აბესალო მახარაძე იყოს გონიოში პირველი იუმორისტი. ხო რა. კი, როგორ არა. ან გენეტიკურად მოგდო. კი, ხო და აი მეთქი საწავიდე და მე თეატრშიც მინდოდა, მაგრამ იქაც ნეპოტიზმი იყო. თეატრალურში? კი, გასო თეატრში ვერ მოეწყობოდი ვინმე თქო და ერთადერთი ადგილი სადაც უპატრონოს შეგეძლო გაკაჩულიყავი იყო ესტრადა. მე აღმომაჩნდა როგორ თვითონ წერდი, თვითონ დგამდი და თვითონ თამაშობდი. მონოლოგს, მაგრამ მე არა, მონოლოგებს არა, პაროდიებით თავი. პაროდიებს. მაგრამ სანაპაროდიები იქნებოდა, მაინტერესებს ტექნიკურ უნივერსიტეტში როცა ჩააბარეთ, საინჟინრო ეს იყო ავტომატიკა და გამოთვლითი ტექნიკა ფაკულტეტი ასეთი და ავტომატიკა ტელემექანიკა სპეციალობა იყო ასეთი გამიგე და იქ ტარდებოდა ოლიმპიადები. მაშინ იმის ხელოვნებაში რა ცეკვა სიმღერა იუმორი რაღაცა და მეორე კურსზე რო ვიყავი პანტომიმა შევასრულე პანტომიმაზე გვიждდებოდი მაგრამ ვერ შემამჩნიეს და მე უკვე მეხუთე კურსზე რო ვიყავი და უკვე რო დავამთავრე და დიპლომი დავიცვი და რაღაცა მაშინ შევასრულე უკვე პაროდიები და აი პაროდიებით რო გამოვედი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სად იყავი აქამდე და სად და ჩემი ისა ზვაგას ზურა ერქვანია სად ვიყავ და შეზგვერდით ვიყავ სად ვიყავ გაიგე და მე ეს კუხალაშვილი იყო პარტკომი და არა ეს კაც უნდა დავაბრუნოთ და მაგრამ მე რა უნდა კითხოთ ახლა ეს ფაკულტეტი რაზეც ჩააბარეთ ტექნიკურ უნივერსიტეტში თქვენი არჩევანი იყო თუ აი სადმე ხო უნდა მესწავლა და აი ამის გამო ანუ მოგწონდათ მე სწავლის პროცესში თუ დიდათ არა მაგ როგორ იყო იცი დამრიგებელი კომაროში ყავდა გიული გედენიძე ეს და ეს გიული ახლა ის იყო ფიზიკის მასწავლებელი იყო მე არ მასწავლიდა მაგრამ აქებდნენ სასწაულს ესე იგი ლექციები თუ გაკვეთილები ქონდა ფენომენალური და რაღაცნაირად ავტორიტეტი იყო ჩვენზე იმან თქვა რომ ახალი სპეციალობა შეიქმნაო ეხლა საქართველოსიო კპი-შიო ავტომატიკაო და ტელემექანიკაო და აი იქ ჩააბარეთო თუ გინდათო ხო ხო აი ამან იმოქმედა რა ჩემზე მაგრამ დიპლომის აღებას არაპირებდი დედას ვარ დაეძალებინა ხო აბა გასო მეოთხე კურსზე დავრჩი და არ მინდოდა თეატრზე გვიждდებოდი თეატრალური მინდოდა და რა ჩემმა კარგი რა ჩემი ხათრით დაამთავრეო და იყოს მაინც მაინც და ის მერე გამომადგა აი ამას ვილაპარაკეთ რომ ძალიან გამოგადგა ის დიპლომი კი მაგრამ გამომადგა იმ პერიოდში ბორის წიფურიასთანაც მიხვედით რომელიც თეატრის ხელმძღვანელი იყო ხო გპის თეატრის ხელმძღვანელი იყო და იდგმებოდა ისა თეთრი ბაირაღი და თეთრ ბაირაღებში მაგი თვითონ თამაშობდა გოგოლს. კი ბატონო. და იმ გოგოლის როლზე აინტერესებდა ვინმე. ხო. და მათ შორის მეც მივედი ახლა მიცნობდა ახლა მაშინ სტუდენტი ხარ რაღაცა და ერთი ბიჭი იყო კიდე ახლა არც ვიცი ერთხელ შევხვდით 10 წუთით. იმ ბიჭმა ითამაშა და მე მეც ვთამაშე და არ ამიყვანეს და მე ცოტა ბუტია ხალხი ვარ ახლა ქართველები და ეთქი რა მე ხო და მე ვფიქრობ მე რა მოხდა არ აგიყვანეს ახლა გოგოლის როლზე შეიძლება არ ივარგო ხო ამოხდა მაგრამ ქონდათ ის მომენტი რომ ალბათ მსახიობად არ ვარგი ვარ
კი, როგორ არა, ეგ ხონდა, მაგრამ მე უკვე ბორია და მე დავწმაგასწით. უთხარი წლების მერე. კი, გასო, აბა. ძბრად ვადინე. არ ახსოვდა თუ არ მეცეს. არ ახსოვდა, ყველაფერს ახსოვდა და მე მეცხრა წადიო თეატრალზე ჩავაბარეო. მაგრამ თეატრალზე რომ მივედი ღიაკარის დღეზე, რომ ნახე რა, თამაშობდნენ მე-4 კურსელები, უკვე ეროში ვიყავი, წამყვანად და ხო. აი, თქვა დროის კარგვა იქნება, მეთქი და აღარ ჩავაბარე. აღარ მოგინდათ იქ მისვლა. არა. სამაგიეროდ მიდიხართ ფილარმონიაში. რო აგიყვანოთ. მაგრამ პირველად დაგიწუნეს. დამიწუნა ბაჯული გელოვანი იყო ესეთი, რეჟისორი იყო, სხვა შორის ივერიას გაუკეთა, მაგრამ ჯემალისთან ერთად გააკეთა, ძალიან კარგი პროგრამა იყო. ავტორიც კარგი იყო, ყველაფერი, მაგრამ ნუ რა ვიცი, აზე არა ვარ ახლა. გაუკეთე პაროდიები და მითხრა რომ ხო, რაღაცა ნიჭი გააქვს, მაგრამ დახვეწა უნდა. ხო. და წამოვედით რა, მე და ჩემი მეგობარი ვიყავით, გივი ვარდიაშვილი, კომაროვიდან. ესეც იქნებოდა კიდე ერთი დიდი იმედგაცრუება. იმიტომ რომ იქ მაშინაც მსახიობობაზე არაო. არა, აქ უკვე დარწმუნებული ვიყავი და რატომ? ხო. ორერას ჰქონდა იუბილე. რამდენი წლის აღარ მახსოვს, რაღაცა გვალინის თარიღი და ამ კონცერტს დავესწარი. ხედავ რომ პაროდიებს აკეთებენ, მაგრამ მე რას მომატყუებენ ახლა, ჩაწერილი იყო. დავშოთ ეროს ის ხმით და ბუბა გამოდიოდა და მეთქი რაღაცა ტუჩები არ ემთხვევა, რაღაცა საქმე. იქ ჩხიკვაძის ხმის და ჩაწერ, მივხვდი რომ ჩაწერილი. ხო, იმიტაცია. და მე ვიფიქრე, რომ ორერას ისე გაუჭირდა, რომ ქვეყანაში პაროდისტი არ აღავთ. ამ დროს მე მქონდა 10-20 პაროდია ვეგე და აი მაშინ მომეცა უკვე იმედი. უდანა! ნუცამდენ უთხოდ მარება! ისბუკავება, მამკლავება, ნა! ვერსაგარებო, წარებო, წამწამ თვალო, მისა თვალო შემაზარებო! ზეთულალ ფაკეო, დამსაგეს ხურწა მარებო! პირომ თვანეო, მომიგონემზე სანდარება! ფილარმონიაში მოვეწყე მე 1977 წელი იყო. ან მეორედაც მიხვდით? არა, იქ უკვე ნეპოტიზმით. ანუ ცისფერი ტრიო კი იჩენ. კი ბატონო. თამაზა სეფერთელაძემ და ტრიო და მე მაგაცობდი დაღგებიდან. ხო და თამაზი მიმიყვანა გუგული ყიფიანი იყო ასეთი დირექტორი. და რო შევედი და გუგული ვინ მოგიყვანეთ ეცი და იმერელი კაცია და შენ ეგოძა სულ მასე იცი ახლა ერთი კაცი და ხელი იქნია რაღაცა და არა კაცო შენ იციო ეს მაქო მადიდა და რატომღაც იმას დაუჯერეს სეფოს და ეგრევე ამიყვანეს. ხო, და დაიწყეთ უკვე აქტიურად გამოსვლა. თან ეს ემთხვეოდა რას? ცისფერი ტრიოს ჰქონდა 30 კონცერტი საქართველოს გარშემო და წამიყვანეს თან კაცო. და მივიღე მონაწილეობა კონცერტებში და ნუ მე გავარდა ხმა რომ ვა ხედავ ვიღაც ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანი რომელიც იმიტირებას აკეთებს ძალიან. ხო, საშორის გიგალორდ კეპაინძის გოგომ მითხრა ერთ-ერთმა, უიმე თქვენ ახლა შენახავ რომ ბიზნეს მოხარ ხო მე ვუთხარ ისეთი სახელი გაქვს მე მეგონა ერთი 40 წლის კაცი იქნება რაღაცაო და აგერო შენ ახალგაზრდა ყოფილიყარ ხო მე ვთხარი ასე იმიტომ რომ სახელის მოპოვებას ხო დიდი დრო უნდა მაგრამ იმდენად ახალი ხილი იყო ეს პაროდია საქართველოში ესე იგი თენგიზ ჰქონდა ჩანდლაძეს და ქართლოს მაგრამ კანტიკუნტი ისე რა აი როგორც ესეთი რო პაროდისტები არ გონდა აი მე მქონდა უკვე 10-20 მაგრამ ესეთი მოწონება მოხდა როდის იცი ბორის პაიჭაძე ქეშენ ლეგენდა ფეგურს და მაგის იუბილე იყო გპ-ში ხო კლუბში და ეს კონცერტი მიყავდა კოტე მახარაძეს ხო და იქ გავიცანი კოტე ხო და აი იქ გავაკეთე 10 პაროდია იყო თუ არ ვცდები ბორია პაიჭაძეს ვძღვენი რომ როგორ აკებენ და 10-დან 9 მოეწონა ხო კოტეს იმიტომ რომ ერთზე ეიჭალა რაღაცა არ მახსოვს რომელი იყო მაგრამ 10-დან 9 თუ არ გადა კოტეს თუ მოეწონა ესე იგი უკვე კაი შედეგია მე მგონი კაი შედეგია და იქიდან მე უკვე თვითონ კოტესთან მეგობრობდით და მეგობრდით ამის მერე კი დამეგობრდით და მაგას კონცერტებიც მიყავდა კი ბატონო შემდეგ წლებში კი მოსკოვშიც გამოსულათ ერთად ტელევიზიის ხალხშორის იქ გავიცანი ანზორ კავაზაშვილი იმ გადაცემაში მაგრამ მე იქ უკვე პაროდისტად კი არ ვიყავი 7 კაცაში მღეროდი პირველ ხვას მოსკოვში ქართული გუნდი და ხედავ კოტე სოფიკო მოსულები არიან და ვალენტინ ივანოვი იყო ესეთი ლეგენდარული ფიგურა და იქა დავინახე კაცო და იქ იყო კოტე რო გამოვიდა რომ ახლა 7 კაცა ხო გამოგაცხადა და 7 კაცაშიო არისო მახარაძეო ცალკე გამომყო რა იგე და მახსოვს ეს რომ ის კი
მოგვარე კი არა, ჩემი სოფლელიცაა. და მაგი ნატანებელია და მე ჩოხატოორიდან კაცო იმის ვანზობლეთის ის. ეს ისეთი თქმი. არა, ხო, კეთილი თქმი და მე მე ვთქვი, კუტე რა ის და საჭიროა. აი იყოს, აი ციგოს. ეიცი დაგლა ეიცი კეთა. ეიცი. ფაგადა თალე ფაკი ხარში მაგდა მეორე მიწას. ჩვენი ზენა გალბადონ, გენაცვალე ორივე ხარში უნდა გქონდეს. ძალიან ნერვიულობ სცენაზე გასვლამდე. ხო, ეს არის ცნობილი ამბავი ბევრჯერ გითქვამთ. აი მე აი პირველი პერიოდი უფრო მძაფრი იქნებოდა, ხო? აი როცა დამწყები იყავით, იმიტომ რომ მაშინ გეტყვი აგე. არ იცით რა მოხდება, ხო? აი ბოლომდე რამდენად გაუშინაურდებით სცენას. სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო საერთაშორისო კინოფესტივალი. და რა თქმა უნდა დამახსოვრდა, იცი? ბიჭო, მუხლი ამიკანკალდა ნერვიულობისგან. თუ ვერ გავაჩერე, ბიჭო. და ეს აკანკალებული ფეხებით მუხლით გავედი სცენაზე. მაგ დროს წნევა გიწევს, რა ვიცი, 1000 რაღაცა გემართება და მე რო აკეთებ ამას. რაღაცა აგონიაში ხარ, გაიგე და ვერ ხვდები რას აკეთებ და მე რო ვიხსნა მეტყობოდა რომ ნერვიულობა, საერთოდ არ გეტყობოდა. ხო, ეგ ძალიან კარგია. ისე მიგვირდა. არ გეტყობოდა, არა, ვერ გეტყობოდა. მე მით უმეტეს ახლა ქართველი მაყურებელი თავიდან რო არ ხარ პოპულარული და კრიტიკულია. ძალიან. ქონიათ ისეთი გამოსვლა, რომ გიფიქრეთ, რომ შეიძლება ტაში არ დამიკრან, რომ შეატყვეთ რეაქციებს, რომ დიდად არ მოეწონათ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ხო. სხვადასხვა მაყურებელია და ერთი ორგან არის ეგეთი მაყურებელი, რომ ვერ პროსტო ვერ გაიგეს. ხო. ბრეჟნევის პაროდია მქონდა ბიჭო, ერთ-ერთი მსგავსებოდი და რაღაცა და ხმით და ყველა ვერ მიხვდი. მესმის. ვერ მიხვდი, რომ ბრეჟნევია. ხო, ნუ ხდება ასეც. კი, ხდება. თუმცა ქუთაისში ქონდათ ერთი კაი შემთხვევა, ბიძინა მახარაძე ვარ, ბიძინა მახარაძე. ეს ბავშვმა რო წავაბაძახა, ხო? ეგ ისტორია ძალიან მოწონს. ნუ იქ 9-ჯერ ვიძახი რა, მე ვარ ბიძინა მახარაძე, მე ვარ 9-ჯერ ხვა თქვი მე ვარ ბიძინა მახარაძე, ერთხელ თქვი მე ვარ და ასე და რო უნდა ვამთავრდე და ვიღაცა ბაჟი დავიღალე სიმო. ბავშვმა ვეღარ გაუძლო. ქუთაისში ქონდა კიდე როგორც ათი პანტოიმებს ვაკეთებდი მე ხო გითხარი და 75-თან ერთად ვიყავი ჩასული. ხო და მანამ პაროდიებს გავაკეთებდი პანტომიმას რაღაცას და პანტომიმის ხო სიჩუმეა ახლა დარბაზში და უცებ ორი თრალი ქუთაისიდან შეხედე დავინახე ერთმანეთს მიყუდებულები ამან ძვალი არა პანტომიმ პლასტიკა მოეწყო ხო პლასტიკა და აი ნასვამზე უნდა გითხოთ თუ გასულხართ როდესმე ნასვა ერთად ერთხელ ქუთაისში ხო ზიგა გადაგიწამენ ტვინს კეიპზე ხო აფრენენ გასაგენი და გავიჭე წამიყვანეს რა. საღამოთი კონცერტი არ დამალევინეს ბიჭო. მაგრამ მე ვიფიქრე კონცერტამდე 2 საათი დავიძინებ და არ მეყო. ერთად შემთხვევა იყო მთრალი გებედი და მივხვდი რომ არ შეიძლება რა. დაგავიწყდათ აგერია ტექსტი. კი არ ამერია, მაგრამ ვერ ვაკონტროლე სათანადოდ. მოძრაობა და ქუთაისშივე მოხდა კიდე კაი რაღაცები. ცისფერტრიოსთან ერთად რო ვიყავით. ხო. იქაც ახლა მე თუ მას მევიდე ესეც დაათვრე და თვალები ღეროდან გაიგე და თვალები არიან მაგარი. ხო და ისე თვალები არის რომ დაავიწყოთ რომ კონცერტი არიან და ლორიზი აბარი მე ისე ბუჭურა კიკნაზე იყო ესეთი წამყვანი ისე კომოდი იმიტომ რომ ლირიული სიმღერა 2-3 მოისმენ მაგრამ 4-5 დამეტარი იყო იმიტომ ვიყავი ჩვენ რომ ცოტა გამოვხერო და წლის გამოვიყვანეთ კაცო აღარ გამოდიოდა სცენა არა დაავიწყოთ რომ შეხვდეთ და შეუმერეთ და ალკოჰოლი არ გიყვართ ახლა ხო ალკოჰოლი როგორ არ მიყვარს მაგრამ არ მესმება 20 წელი არ ვსვა იმიტომ რომ პახმელია მაგ საშინელი ახალგაზრდობაში გიყვარდა დალევა არასდროს არ მყურებია დალევა აბა რატო შევდით აბა გეპეიშ რო სწავლობ არა ეგ არ არის ახლა გამართლებით რა თუ არ მოგწოდეთ სასაბაგო გეპეიში სწავლობ და შენ ახლა პოეზია არ იცი ხალხურს ვერ მღერი ხარ და დალევა არ გიყვარ მაშინ გარიცხული ხარ იქიდან დეკანატი და იმით კი არა კაცო საძმა კაცო და მესმის ხალხური სიმღერა მე სად ვისწავლე აბა გეპეიში სუფრასთან და ისეთ სიმთვრალე იყო რომ აი მეორე დღეს ცოტა ვერ იხსენებთ სად იყავით სად გათენდა სად მეტი არა ხო რა კი სადაც ხაშურში გომში მომატყურეს იქ ჩვენთან ხო ესე იგი მე არ ვიცოდი ესეთ წესი ყოფილა რომ ყანს მოგაზლიან გაიგე და მე გიქცევა ტიპი
დაგიმალება. და დადგიხარ ამ ყანწი და ჭიქა ხო არა რომ დადგა. არც არავინ უკვე იცის იქაური შაყირია. ხო და ყანწი მომწეს და ვისაც ეთყოდა იცი მაი და დალიო ახლა და დედა. ნუ გადაქცევაც იქნებოდა შეურაცხყოფა, ხო ვერ გადააქცევ. არა, სად არის ახლა საქართველოში. ხო და დავიწყე ბიჭო, დავიწყე თან ვიწყე ფიქს, რაღაცებს და სხვა არ ჩავდებოდა, მე რომ გავუსწორდებოდა, ხა მდინარეა ესე რა. და ამ მდინარეს ესე იგი სხვა და აღარ და რა ვარც იქნა ბიჭო, დაამთავრესნა და 1 ლიტრიანი ყანწვერი ახლა რა კეიფი გინდა, რა გინდა. გამოპენტე. პირდაპირ ძილი, ხო? ხო, აბა რა, ისე მაგრივ გაის ქონდა სიმთვრალე. ჩხუბებში ხო არ მოხდით? არა, ყველაზე მშვიდობიანი მაგ დროს ვიყავ. მე აზერბაიჯანულ ქორწილში მოხვდი მოსკოვში, შემთხვევით თუნდაც აზერბაიჯანში არ სვამენ. ქორწილში არ სვამენ. 5 წუთის მერე, ის 5 წუთი რასაკეთებენ არ მახსოვს, იგა და ესე 2-3 საათი ცეკვავენ არ სვამენ და მე ახლა სხვა რამე და გაზრდილი რა ზივარ არც ადღეგრძელო, არც არაფერია და ღვინობა აქვს უთხარი. კიო გვაქვს, მომიტანეთ ეს უთხარი. ახლა ჭიქი დავასხი, დავლი გაუმარჯოს რა, ქართული დამეწყო. და დავლი, არავინ არ სვამს. ვახ, რა ვქნა. მე ეს დედოფალი იყო, ჩვენ და რადიოში მუშაობდი იქ მოსკოვში. აზერბაიჯანიდან ხო და დავასხი 2 ცალი, ეს დიდი ჭიქე მივედი მეფე დედოფალთან. ეს შენ გაგიმარჯოს, ეს შენ და ერთთან, ეს სულ ერთად და ქართულისა რა. შემართე. დავლი და თურმე ვიღაც ხალი ამას მიყურებს. მაგვირდება გვერდის რაღაცა რომ დავასხი კიდე და კიდე თუ დალეო ცეკვავ შენთან. იცეკვა? აღარ მახსოვს ახლა. იცეკვა თუ არა, მაგრამ ეს ფრაზა მახსოვს. და ანუ ახსენეთ რომ სიმთვრალეში არ მიჭხუბიაო და ფიზიკურად გიჭხუბია დიდასაკში, აი მოხსნია ჭხუბია. დიდასაკი ერთხელ იყო, მაგრამ ახლა ბავშვობაში რა ამჭირდა, იცი რომ ფიზიკურად ვიყავი რაღაცა აი დედაჩემი იყო ის კაცო სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ჩემპიონი აზერბაიჯანში. ბიძაჩემი მისი ძმა იყო საბჭოთა ბრინჯაოს პრიზიორი ჭიდაობაში. ბალავაძესთან და იგენთან ნაჭიდავები და მეც მქონდა ეს მეც ჩემპიონი გავხდი და ეთქობა ბავშვობაში ეს რაღაცა ძალა გერჩოდათ. ხო და ესე ჩვევა მქონდა რომ ჭიდაობით, ჩხუბით არა, ჭიდაობით წავაქცევდი. მე დავადგებოდა ვეკითხო დაგარტყა ვიგეწყვის ახლა დამარტყიო და ვერ ჩხუბობდი ამით. თორე ჩემზე 3 წლით უფროსი მყავს აქცეული და რაღაცები და აი დიდასაკში უკვე დიდასაკში ერთხელ იყო შეეშალათ. ქუჩაში ვიყავით მე და ჩემი ძმაკაცი კომაროვიდან. გავი რაღაცაში ვიღაცაში შევეშალეთ თუ რა იყო და ეს ჩემი ძმაკაცი გაიყვანა გვერდზე ამ ტიპმა. ხო და რაღაცას ელაპარაკებდა და უცებ აიყო და არ დაარტყა. ვერ გავიგე რა ხდება რა და მე მეც მომენტრიალდა და რაღაცა ესეთი მოასწრო მუცელში დამარტყა ფეხი. და всё ეგ იყო და ეგ გევიკეთე. ხო შარი იყო საიდან მოსული ვერ გაიგე. და მე აღმოჩნდა რომ ამ შობელზახს ამას ამ დეგენერატს საროჩკი დაუმახსოვრებია ის ვინც აწყეინა. და ამ ჩემს მაგას ეცვა ის საროჩკა. ისეთივე, ხო. და საროჩკაზე გაბრაზდა, ბიჭო, ეს დურაკი ეს, გაიგე? ხო, შარზე იყო რა. და პოლიციის განყოფილებაში ხო არ აღმოჩენილ. პოლიციაში აღმოჩნდი იმაში ისრაელში. რა მოხდა იქ? მივდივართ კონცერტზე ჩავატაროთ. რაღაცა შეკითხე პირველად კი არ ვიყავი, კაცო, მეხუთეთ ვიყავით, მე რამდენად უკვე და რაღაც ეს მე ჩავაჯინეს მარშრუტკაში სადღაც რა ხდება? საერთოდ ციხე. მე 8 საათი ციხეში გავატარე. ანუ არც გეუბნებია რატო დაგიჭირეთ? რა ხდება? დღესაც არ უთქვიათ რა. ხო. და მე ეს კნესეტია, იქ პარლამენტის კნესეტი ქვია და დარეკეს ჩვენმა დელეგაციამ ხელმძღვანელებმა კნესეტში ქართველია ვიღაცა, კალი თუ კაცი. და იგენმა გამოგვიყვანეს 8 საათის მერე. მე მგონი იქაც ვიღაცა შეაერიეთ, იმიტომ რომ რაღაც უცნაური არა, არ მინდა დაწვრილი მანება, მაგრამ ანუ გაიგეთ ვიზაზე და რაღაცებს მივხვდი მე რა. აჰა. თუმცა ამარევაზე, შეშლაზე და სხვასთან მიმსგავსებაზე გამახსენდა. ბევრ სერიოდით უკვე პოპულარული რო გახდით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ხსნა არა, გუშინ როდის იყო კაცო? გუშინ წინ. ხო. ველაპარაკე იმას გერმანიას. ხო. და ჩემი ცოლის ძმის შვილი არის იქა. კი ბატონო. ხო და ის მიყურა ვახო ტატიშვილი. აი ვახო ტატიშვილში ერეოდით ყველას, ხო ხალხშირად. ხო და რატო იქ? აზე არა, ორივე პოპულარულები ვართ და ვახოში ვეშლები რა.
ქუჩაშიც ესე კი გაუჩერებთ. კაცო მომადგება ვახტანგი არა ვარ ვახტანგი თან გაოგნებულები არ როგორ არა ჯვარ ვარ ვახტანგაჟი რა გინდა ისე ძალიან მაინტერესებს ერთად რო ადრე ვუხსნიდი ხო. რომ ვახტანგი არა ბიძი ბიძინა ხო ახლა აღარ ვუხსნი ვახტანგი არ ვარ კაცო და მაგ სასაცილო მოხდა კიდე რა აქ ვარკეთილში არის მაღაზია ხო და შევედი და ახალგაზრდა გოგო ერთი 20 წლის ვაიმე რომ დამინახა ხო და ახალგაზრდა გოგო რო გიждდება უკვე ხვდები რომ ვახო ვარ ტატიშვილი ორი ჯუჯადან ვარ აჰა ვაიმე ბავშვობიდან გიждდება მივხვდი და შემომაყდა და მე ხვევა ულამაზესი გოგო და გაჩერებული ვარ ახლა ხმას არიღებთ ახმას არ ვიღებ და ჩამოვედა არც მითქვია ესე აცხავე და მე მაგას მოვხდი რომ ასე იყო ვეძღარი ვახოში შევეშალე მე ვერ უთხარიო რას ლაპარაკობ ვეძღარი 20 წლის გოგო შემომაყდა და მოგოციდან რა ვეთყოდი ახლა ვეთხარი ვახო არ ვარ ისარგებლეთ სიტუაციას კი კაცო ვეთხარი ყველაზე მაგარი იქნებოდა თქვენ და ვახტანგ ტატიშვილი თან ხო მეგობრობდით აქ კარგი მეგობრობდა რა ხო და ერთად რო გასულიყავთ აი მაგ დროს რა მოხდებოდა მაინტერესებს შეიძლება ტყუპები გონებოდა არა მაგალითად ახლა ის ვინმე რო დაწეროს კაი თემაა რომ არა მე ვარ ვახტანგი რას ლაპარაკობ შეხა მე ვარ სახელები კი კაცო აგერ გუშინ წინას ბატონო ავთო ისე მითხეს როგორც არა ავთო მახარაძე ხა მაგრამ პირველი იყო ისა ფილიპე ვიყავი ფილიპე მახარაძე კი მარშრუტკაში თრალმა მახარაძე ფილიპა და აი უკვე რო ცნობადი გახდით ხო მე ხშირად ხსნობდნენ უკვე ტრანსპორტშიც ხო მეტროში თქვა რითიც გზავნო კაცო ზოგი მლანძღავს რატო გლანძღავთ ახლა ასეთი მსახიობი ხარ პოპულარული რა გინდა მეტროში ეგ ხო არა არის ეგეთი კი რატო არ მინდა არა ისედაც ახლა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შვენიერი საშუალება საერთოდ არა თბილისში მანქანითია რომ ასე აბარა ხო და იქაც ცნობდნენ და ერთი შემთხვევაც იყო ხო რაღაცა მოქონდა ნაყიდი კაც და გიცნოთ და გითხრათ რომ ნახევარს გაძლევთ ეს მეტროში ხო მეტროში მიჩეული ეს თან როგორ იცი მომეჩეი სუმკაო სუმკა ეს სად არის ეგრე მდევს ჯერ გიყურათ შორი და ხო მიყვა არა შორიდან ერთზე ვიჯექით რა და ეს მომესუმკაო და მეთქი რა ძარცვავს რა გავხედე ხალხი არის ხო ვერ რანაირად გაბედავს რაფერ გაბედავს ამდენი მოწმია მომესუმკაო რა ადგინდა მე ვთქვა მომეკაცო და წამართვა ეს სუმკა გაახსნა და რაღაცა სტენის და ლობიო პარკი 2 კილო ვიყიდე ერთ შენია მაგარი კაც გამოხატა თავისი როგორც შეეძლო და იქ ერთი გურული ქალია იმაში ნავთლუქში ხო ბაზარში იმას ვემალები რატო რამდენი დამინახავს გამომეკიდება პარკები კარგი რამე უწყარი უხერყულია და ეხლა რომ შევდივარ უყური არის თუ არა თუ არის ესე რკინიგზიდან ვული და ეს ხო მაგრამ მაგარია რომ ესე გამოხატავ არა ეს ასეთი რამდენი კაცო ხო რა უამრავი მატარეთ აღლა მატარეთ ერთსხებიანი ვარ ერთსხებიანი რაც გვახარბე ბაგანე ნახევარი ავტობუსი ერთსხებიანი მე ქათმის ერთსხებით ვარ ქათმის ადარეთ საწყალი ნუალი ყოფილი ტრანსპორტი ვახსენე მანქანა ყავდათ თუ ტარება არის მამაჩემს ყავდა მანქანა 1-2 დამაჯინა და არ ქონდათ ინტერესი რა დიდად არა ავარიაში ხარ მოხდრო ხარ თოდეს ავარიაში კი როგორ არა სერიოზული ავარია კი იყო მოსკოვში მოხდი ერთხელ აქ გადავრჩით რიცის რომ ესე ლელა ნინოა არის ესეთი ჟურნალისტი კი ხო და სამეგრელოში გვაქვს კონცერტი ლელას მიყავს ნინოას ეს კონცერტი თვითონ და ნინოს არ ვიცნობ ხო ხო და დავჯექით ახლა მანქანაში ლელაზის რაღაცა ბიჭიზის და მე და მივდივართ და ხაშურს გავწდით და ეს ლელას აი ბატონო ვიცინა ისა ძალიან მიყვარხარ ესეთი ფრაზები თქვენი შემოქმედება იქითური აქეთური და არც კი ვიცი რა ვქნა რითი დაგამახსოვროთ თავი ამის თქვა იყო და მოსრიალდა მანქანა და ვგლიჯეთ იმა კიდე კაი იქით ხევი იყო ბიჭო თლად ისეთი არა მაგრამ და შევეჯახეთ მთას და გაჩერდი გაიგე და რა დაგიშავდა ხო და არაფერ დამშავე მაგრამ დამამახსოვრდა სამუდამოდ ლელანინოა და ლელას აღარ ვეძახი კლელას ვეძახი ხო არ სული ფაქტი არის ხო ცუდა დასამახსოვრებელი ფაქტია ყველა რაფერ ხარ ადრე აკრო არის და თბილისში ბინა ქონდათ ან როცა უკვე არა აქამდე არაფერი არ
არა ხო? და არა სულ ნაკირაებში ნაცავებთან. რა ვიცი მე ხან ერთად ვინმესთან ერთად კირავდი. ხო. მოვლილი მაქვს ეს. თბილისის უბნები, ხო? თბილისის უბნები. და აქაც შემთხვევით კი არ და იხბლიანად მოხდა რომ ჩაიწერეთ და აღმოჩნდით ამ ბინაში, ხო? აბსოლუტურად ქუჩაში ზურიკელა ვაშალომიძეა ჩემი ძმაკაცი გეპელი და მოდიოდა ვიღაც ბიჭთან ერთად და ჩვეულებრივ რაპერ ხარ იგი და აქენი ბინა გაქვს არა მე ვთხარი ხო და ეს გაგიკეთებსო ვინ არის მე ვთხარი და აღმასკოვის თავმჯდომარე ავალიანიო და იმის ბიჭია ხო კაი მე ვთხარი მომეს ტელეფონი შემომცა ტელეფონი მაგრამ ეხლა ასე ფიქრებ რომ ასე ჩვეულებრივ ქუჩაში შეხვდა ადამიანები ხო და დავრეკე იგი აგი შემოხვედრა მამამე ზიგიტური აკეთური თან ერთი კვირის წინ იყოს სამთავრობო კონცერტი გრიბოედოვის თეატრში თუ კი ჟიული შარტავა და ეს მთელი ცეკა რა ვიცი ყველა იქ იყო მათ შორის ესეც ყოფილა ხო და კაი გამოსვლა მქონდა რა ხო და მოეწონა ამ კაცს ამიტომ მისმა შვილმა რო უთხრა რომ აი ესეო ვიციო ბაზრო რა ვიციო და შემოხვედრა მისმა შვილმა მე და თქვენო ბინა გექნება თუ და მეთქი საფარში ვარ რა ხდება ხო და როგორ იცი საბუთები მოაგროვე ჩავაბარე თან გასტროლებზე წავიდოდი ხო ჩამოვიდოდი და ეს საბუთები როგორ კი დაიძრა საქმე იგი აგი და ბოლოს რომ მივედი და უარი ეწერა და მივედი ამასთან გავაგნე და განადგურებული აღარ სახელი არ მახსოვს და მე ვთხარი აი ბაზონო მეთქი უარი წერია ხო უარი არ გეკუთვნისო მარაო მე ფონდი მაქვს და იქიდან გაშენა ხო და ეხლა ეს მაშინ როგორ იყო ისი ერთზე ერთ ადამიანზე შეზღუდული იყო კვადრატულობა ხო კვადრატული და ჰა ერთ ოთახიანს თუ მოგცემდნენ მაგრამ ამ კაცმა მითხრა რომ შენ მსახიობი ხო ხარო და ჩავწეროთო რომ შენ სარეპეტიციოდ გინდა ფარკი ხო მაგდენ რა ვიცი ახლა მე და კი მოვთხარ ჩავწერო და აი ეს არის რამდენი კვადრატი ახლა იქ რაღაცა მივიერთე 66 ხო შვენიერი ერთ კაცს შვენიერი ხო და ავიშენე 1986 წელს გადმოვედი მე 86-ში და უკვე 4 წელიწადში იწყება არეულობა 90-იანები და გაჭირვება სასტიკი აი ამ დროს რა ხდებოდა რითი ირჩენდით თავს არაფერი რითი ვირჩენდით თავს არც მახსოვს რა ვიცი მე არა მანამდე რა იყო იცი მანამდე იყო კონცერტები სტადიონებს და კონცერტში 1000 მანეთი თუ რას ლაბა კაი შემოსავალი მე მახსოვს იბერიასთან ერთად ვიყავით აღარ მახსოვს ეს სტადიონებზე ვიყავით და ყოველ დღე მტენიდან ჯიბეში აღარ მეტეოდა ფული კაცო აი ესე პაჩკე მქონდა რაღაცა და ერთხელ ისეთი იმდენი ფული გავაკეთე რომ 4 ადამიანი თვლიდით ამ ფულს კაცო ო რამდენი ფული მქონდა და რა ვიცი რაში დამეხარჯა ხო მაგრამ მე უკვე ყველაფერი წავიდა უკან და ამ დროს მირეკავს მაშინ სოციალური მქონდა იქ მოსკოვში ხო და ჩამოდიო აქაო და მოგიძებნით სამსახურსო იმიტომ რომ აქ არანაირი შესაძლებლობა არ იყო არაფერს ხო და 94-ის დეკემბერი იყო თუ რაღაცა წავედი იქა გავიკეთე ჩაწერა ხო და მოვეწყე მოსენერგოში ის პირველი პროფესია რითიც ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრეთ გამოგაწყეთ დიპლომში მეწერა ინჟინერ ელექტრიკი ხო და იქ ამიყვანეს ოღონდ მანტიორის იმაზე იმიტომ რომ შავი მუშა რასაც ქვია საჭირო იყო მოსკოვილები არ მიდიოდნენ იმ სამსახურში არ კადრულობდნენ ხო და 7 წელი მუშაობდი იქ და ცოტა საშიში პროფესიაც არის იმიტომ რომ დენთან გიწევთ ურთიერთობა ციფრს გეტყვი კაცო და არ დამიჯერებ 1000 ვოლტი გადიოდა რასაც ჩვენ ვაკონტროლებდით რომ დაზიანება იყო თუ არა და რომ დაზიანებას აღმოაჩენთ ლაბორატორია იყო მე იქ ჭრიდნენ და მუფტი ერქვა იმას ჩადგამდნენ და რო და შეგვემოწმებინა გაუძლებს თუ არა 386 1000 ვოლტი გადიოდა კომბინიზონს ვიცვამდი 7 მეტრიანის იყო ბამბუკის რაღაცა და ის გაჟონვის დენებს და რას ხო მაგრამ მაინც ხო არის შანსი რომ შეიძლება დაგარტყათ დენმა ოღონდ ამდენმა ყოფითი 220 ვოლტი როა იქ კი ხო იქ კი მე 9 დღეს დავიმალე მაცივრის უკან მაგრამ თანჩუნა მომძებნა
კარგიში და ჩემდა დაუკითხავად სამჯერ წაჭუნ. და ახსენეთ რომ იქ ყავდათ სოლშვილიო, როცა ჩავედი. კი. რომელ წელს დაოჯახდით, ანუ რა პერიოდია იქ? ჩემი ბიჭი არის 82-იანი, უფროსი. დაოჯახდი როგორ ხო, ხელი არ მქონდა მოწერილი. ბავშვი მყავდა, მე ქალების ამბავი მithmes ქართველის ხოვეცი ახლა და ჩემი ბებია გახდა და მომკიდა ქეჩაში ხელი და ჩამომიყვანა ის საქართველოს ჩამოიყვანა? არა, საცხოვრებლად არა ის. გონიოში და მე მომაწერიეს ხელი და გვარი მივეცი და ანუ ეს არ იყო დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახი, ხო? ჯარში იყავით ხო ამ დროს მე მგონი როცა გაიგეთ? ჯარში ვიყავი 91 წლის 13 მაისი. 12-ში წავედი ჯარში, რატომ მახსოვს? 13-ში იყო დინამოს თამაში. კი ბატონო. ხო და 12-ში რომ მივედით თეცხაროში. და მაიორი იყო, აღარ მახსოვს იმის გვარი და უთხრეთ რომ დინამო თამაშობს თასების თასის ფინალზე და უნდა გაგვიშვია მეთქი და კაიო გაგვიშვა. ერთი დღით გაგიშვებ და ყველა მოდითო მერეო და კოდაში უყურე მე ჩემი ჯგუფელი ცხოვრობდა იქ. ამ დინამოს თამაშს უყურე და 14-ში უკვე ნაწილში ვიყავი და იქ მომივიდა წერილი მე მოსკოვიდან რომ ამ ქალბატონისგან. ხო, რომ ისე ორსულად ვარო და ჩამოდიო და რეაქცია როგორი ქონდათ? გაგეხარდა, არა, არ მინდოდა იმასთან არაფერი. ხო და მაიორს უთხარი რომ მე უთხარი წერილი მომივიდა, რა ვქნა მეთქი, ნუ ჩავფრინდა მეთქი და გადავათქმევინო თორე და მოგდა სიცი რა იყო და მეც გონდა მაგნარ შემთხვევაო და მეს მიშენიო და კაიო და ჯარიდან ერთი კვირით გამიშვა იმან. ანუ ჩავხედით და უნდებით რა? კი, ჩავედა მე უთხარი, აბა ახლა არ გამოა ეგ ამბავი და მე ესო პირველი ორსულობაა, ხო. უნდა გაჩენა რა ფაქტია. ხო, და არ გამოა ეგ ამბავიო და მეც უთხარი რა ვქნა ახლა მაშინ რითაც შემიძლია დაგეხმარები მეთქი. და მე ერთად დაიწყე ცხოვრება, როცა უკვე ჩახვედით. ო, მე არა, მე როგორ ვიყავი, ახლა გასტროლებს დავშავთ სარატოვში გვაქვს კონცერტი შემო, ხო? რეროსთან ერთად ვიყავ, ხო? დამთავრდა გასტროლები, ახლა ბინა არ მქონდა და არაფერი მე გაიგე და მე იმას სასტუმროში ვრჩებოდი, იაფი იყო მაშინ. ხო. და ერთი კვირით სასტუმროში ვცხოვრობდი, მე ავაღებიებდი ბილეთს მოსკოვი თბილისი, სარატოვი. რო გენახათ ჩვენ. ხო და მთელი რერო რომ მოდიოდა თბილისში, მე ვიყავი იქა. მე მოსკოვში გავივლიდი, ერთი კვირა ვიყავი. ხო. თოლშვილთანაზე. მე ისე თბილისში ჩამოვედი. და ოფიციალური ცოლი იყო, ან ხელი ქონდა? თავიდან არა და მე კი. დედამ გთხოვათ, ხო? დედა ჩემო, ხო, დამაძალა და აი მე უთხარი მოვაწერ და მე ჩამოყავდა ახლა ეს ჩემი შვილიშვილი. კი, კაცო და არკადი და თავიდან ეს არ იყო სიყვარული, მაგრამ ხო ხდება ხოლმე რომ აი თანაცხოვრების შედეგად მერე უყარდებათ ერთმანეთი, უგებენ, ანუ იყო თუ პირიქით უფრო დაშორდით. არა, საქმე იმაშია რომ მე არ მქონდა მიზნად ცოლის მოყვანა. აი ესე რა სულ გასტროლები და მე ბინაც რო აქ გევიკეთე და რა, კე თავისუფალი რავი. როცა გინდათ მივხავთ, როცა გინდათ ვხავთ, არავინ გაკონტროლებთ. კი, კაცო და და თვითონ ის ცოლშვილი რო იყო, ფინანსურად ეხმარებოდა. კი, როგორ არა, აბარა. და რა, როდის დაიძაბა ურთიერთობა, რომ მიხვდით, რომ ვეღარ დაიძაბა, რომ დაიშალა საბდაკავშირი, მე უკვე მაგ დროს უკვე მეორე შვილიც ყავდათ? მეორე 92-ში გაჩნდა. ხო. მე ვშორდებოდი რა, მართალი გითხრა და აქ ქართველის მოყვანას ვაპირებდი. გიყვარდათ ეს? ეს კი, ნუ მიყვარდა ახლა ცოტა ისეა, მაგრამ ხო. ნუ ყოველ შემთხვევაში ჰარმონია გქონდა ესე. კი ბატონო. და ქვეცნობიერად მეც მომწონდა იმასაც. ეს რო გაიგო, ამან 91-ში, 92-ში მეორე გააჩინა. ასე თქვა და ახლა რო გადაგეფიქრებინათ ქართველის ცოლად მოყვანა, ხო? ხო, და ასე აი დაირია. მე ის სხვა ქვეყანა გახდა, ესეთი მე სხვა ქვეყანა და შვილები ჩამოდიოდნენ ხოლმე აქ მე თუ არა? ბროზი კი. ბროზი ქართულადაც ლაპარაკობდა, აჭარულად უქცევდა. გონიოში. მე იმდენ იქნა იმან რომ შეაძულა ეს ჩემი თავით საქართველოს ყველაფერი. ხო და აი რანაირად მოხდა ისე რომ ორივე შვილი, ორივე ბიჭი ყავთ, ხო? გავიგე რომ დედა შვებოდა ისე რომ თქვენს წინააღმდეგ განეცხო. კი, როგორ არა. არა, თქვენც ხო შეგეძლოთ კონტაქტი ამ ბავშვთან? სად ჩემი კონტაქტი და სად იმისი ახლა? ის ყოველ დღე მასთანაა. ხო. არა გაცრას. მე დედის სიყვარული ეს არც ლოგიკაში ჯდება და არც არგუმენტი ჭრის და არაფერი.
ხო, მაგრამ პატარა ბიჭები ხო აღარ არიან, დიდი ბიჭები არიან. არა, არ ჭრის. ქონდა თქვენ კონტაქტი ბიჭებთან? მქონდა, მაგრამ მე აღარ უნდათ კონტაქტი. ანუ აღარ გპასუხობდნენ რომ რეკორდით? არა. რამდენი წელი არ გიკონტაქტიეთ? ავიცი, რო წამოვედი 2003-ში წამოვედი. ფაქტობრივად 2004-დან უკვე აღარ 20 წელია. ანუ ისინი დაუჯახდნენ, არ დაუჯახდნენ, როგორ არიან? ანუ ამბები ესე დეტალურად ვეღარ ფლობთ იმაზე? არა, საიდან? აი იგივე სოციალურ ქსელებში ხო არ? არა, აი სოციალურ ქსელში იყო ჩემი ბიჭი, შევედი და გაქრა. წაგშალათ. ან დაგბო. კი, ხო. დაუჯახებულია რომელი? კი, რა, უფროსი. თქვენ გვარს ატარებს? კი. მაგრამ შვილი ცოლის გვარზე ყავს. მისი შვილი არის ვლადისლავა კალინინა. შვილი არ გინახავთ, ხო? არა. მიმალავენ. და ეს ყოფილი ცოლი კონტაქტობს თუ ეს ხალიც გამქრალია? კი, შემილია დაურეკო და ეს ასე შეშმაკობს. თავშოთ სტუმრად მოდის უფროსი ბიჭი და გოგოს. ხო, კაი, კარგად იყავი, ახლა დრო არ მაქვს. რო იმათ მარგაიგო კონტაქტი გაქვთ ან რაღაც? და რამე ხო არ მოუთხოვია კიდე ამ წლების მანძილზე რომ ფინანსურად თქვათ შვილებისთვის? ფინანსურად რა იყო, იცი რომ მე ხო ეგ სხვაშორის 2006-ში იმედის არხზე იყო ესეთი სერიალი საპონი. მახსოვს, საპონი. მე თამაშობდი კი, მახსოვს. კვირაში ქონდა $50. მაშინ $50 ფული იყო. თვეში $200 ძალიან თუ გზავნიდი რა. აჰა. $200. და მე ვუთხარი რომ იქ მეორე ბიჭი კონსტანტინე ქვია, მე ვუთხარი ჩამოვიდეს ზღვაზე აგერ გონიოში. ქირაობა უნდა, აფერ უნდა, ბებია, იგი $2000 მომეცი და გამოვაგზავნია. ანუ უკვე ესე კონკრეტული თანხებით დაიწყო? ხო, მე ვთხარ, კარგად იყავით შენს და კონსტანტინეს და არკადის. ესე ვაჭრობა ეს. ხო, არა, არანაირად საკუთარ შვილებთან. ხო, შვილებთან. რომლებიც საფუძგინდათ. კარგად იყავით. დედა თქვენიც გაიცდიდა სავარაუდოდ მე, ხო, იმიტომ რომ მას სცენობდა და შვილიშვილთან კონტაქტი. სკლეროზი და არა. მესმის. სარიალ ავტობუსში ახალგაზრდა ქუთაისელი ქალი დგას და ეძებს დასაჯდომს. ამ დროს ახალგაზრდა ქუთაისელი ბიჭი 15-16 წელს ავარდა, შევარდა, მივარდა, ჩაიხუტა. გადი, ბიჭო, მახალებ თორა კლირწია. უგაცრავად, ხალბადონე, მაგრამ მე მეგონა ჭყლე და უკვე დაიწყო. 2003-ში ჩამოდიხარ თბილისში. კი, დაახლოებით ის პერიოდია, როცა იუმორინები იწყება და იუმორინა დაწყებული იყო 99-ში. ხო, და აი დაახლოებით მაგრამ მე ჩამოვდიოდი აქ იუმორინა. პერიოდულად, ხო? კი, ვიღებდი მონაწილეობას, შეებულებას ვიღებდი და მე მივდიოდი ისე. და ეს უკვე ის თემაა იუმორინა, რომელმაც ყველასთვის ნაცნობი სახე გაგხადათ, ყველა გიცნობდათ, ყველა არა, ცნობით ახლა მანამდეც, მაგრამ აი ესეთი პროექტი ხო, სახალხო, რასაც ქვია იუმორინის ნაერში. თუმცა იმ სერიალი უიმედე და სერიალს ისეთ პოპულარობა მოყვა. ეს სერიალი მახსოვს, იმიტომ რომ იმ პერიოდში იყო ძალიან პოპულარული. საპონი, კი. დამზევდნენ ქუჩაში ბავშვები და რაღაცა და ნამეტანი არაფერი ვარ რა. ხო, მაგრამ მაინც ასიამონდო რომ გამოხატავენ ეხლა ამ სიტყვას. კი, მაგრამ არის იყო, ხო, ნუ. ერთხელ გონიოში ციხეა და სადაც მე გავიზარდე ეს გონიოს ციხე. კი ბატონო. ხო, და იქ ის სტარდებოდა რა ქვია, ლექცია თემაზე რა. ხო. გიდი ქვია თუ არც ვინ. და დაღავდა და შევედი მე და ბავშვება რომ დამინახეს. მიატოვეს ლექტორი და გამეიქცენ ჩემთან და ხალი დარჩა. ბოდიში ბატონო ძინაო რა ჩაგვიშალეო და კაი წევედი მე. და რომ მოვდიოდი ორი ბავშვი გამოეყო იქიდან. ხო, ამ ჯგუფი. და მოვიდა, იცი ჩვენ საიდან ვარ, საიდან ხარ მე და ვანზობლეთიდან თქვენი მამა ჩემი სოფელი. კაი მე ვთქვა. გადავიღოთ სურათ. და ეს პაროდიები, ხო, ბევრი ადამიანის გაგიკეთებიათ. ვინმე წენია, რო გამოეხატა და ეთქვას. კი, ორი შემთხვევა იყო. პაროდია მქონდა ფელად ბულბულოღლიზე ესეთი მუსიკალური პაროდია. და არაფერი იუმორია, რომ ესე იგი უცებ გაჩერდა ბაქო, არავინ არ მუშაობს, ყველას პირი ღია აქვს, რაშია საქმე? ფოლად ბულბულოღლი მღერის. აი ესეც შინაარსი იყო. ხო. მინისტრის მოადგილე იყო ჩამოსული საქართველოში. მარჯანიშვილის თეატრში იყო ეს კონცერტი და ეს მომიყვა მე იმან დორიან კიტია იყო ესეთი. კი. ხო, და იმან მითხრა რომ ეწყინაო შენი გამოსვლა. რატო ეწყინა? მე ვთქვი, ას ქვიაო, ბაქო არ მუშაობს რა ჩვენაო.
უმუშევრებდა ზარმაცები ვარ. ხო. ეგაიგო დურაკ. ხო, რა იყო საწყისი ვერ გავიგე. ეგაიგე. და ქართველს და ქართველი კაფეინძეზე მქონდა პაროდია. ხო? ზურა კაფეინძე. ზურა კაფეინძე მეგობრობდით ახლოსებად ესა და მე მითხარი აბა ერთი მაინც რა გეწყინა მეთქი და იქ ერთი მომენტი იყო რომ კაფეინძემ თხოვა გადამიღეო რეზო ჩხეიძეს ამ კინოში. და თურმე ამას რაღაცა კომპლექსებია თუ რა არის არ ვიცი. მე არავის შესახვეჭნე არ მჭირსო და. ხო, რაღაც ეს იუმორია, რომ ვითომ უთხარი და ნუ ესე ხო შეიძლება რაღაცა ისეთი თემა იყო პირადი მათი რომ შესახვეჭნე რაღაცა ეცე. ბევრივე ხვეწე ბატონ რეზოს თავარი როლი მათამაშეთ მეთქი მაგრამ არ ქნა. ძალიან თუგიდა ტანკის როლს გათამაშებო. მაგრამ არც ეს როლი მომცა ასე მითხრა ლულა გაქვს მოკალეო მე ვთხარი მაშინ ცოტა კიდე მოვიმატებ ტონაში და რაიხსტაგი მათამაშე მეთქი რაიხსტაგს კი გათამაშებ კანთარია შენზე დროშას ვერ დაამაგრებსო მე ვთხარი შენ მათამაშე და დროშის დასამაგრებელ ადგილს მე თვითონ ვიპოვე მეთქი არც ამან გაჭრა ბოლოს შევთავაზე ჰიტლერს განვასახიერებ რას ამბობ შენ გინდა კომედია გამოვიდესო სადგინახია რაჭველი და ჰიტლერიო მე იქნებოდა რომ ყველგან მოგთხოვდნენ აი სუფრებზე რა რომ რამე იხუმრეთ გაგვაცინეთ აი ეს მოსაბეზრებელი არის მოსაბეზრებელიცაა და რა არის იცი რომ ახლაც რაღაც ერთ პიროვნებას ვხსნიდი რომ სუფრა და ხელოვნება არ არის ერთმანეთთან ხო გესმის სუფრა არის ღადავი ანუ მოყვე უნდა სასაცილო ისტორია ან ანეკდოტი. ეს არის სუფრისთვის. და შენ გამოხვიდე და რაღაცა ხელოვნების ნაწარმოები წარმოაჩინო. თან ჭამს კაცი და რა. ან ისედაც შეიძლება საერთოდ ანეკდოტის მოყოლაც არ მინდა არ ვარ განწყობაზე, ხო? მაგრამ ამ დროს უკვე რო ცნობადი ხართ ამ ხრივ. ეგ მე რა ნანიმას თქვა ბრეგვაძე რომ აი სტუმრად ვარ და იმ გვიმღერეთ. ხო, ასეა. ჯეგრე არ არისო კაცო ეს. მანამ სცენაზე გავხვალ იქ ემზადები რა. ერთი ჩემი ნათლის გოგო გათხოვდა და ქორწილში ვარ ჩემთვის რაღაცა მოვიდა ვიღაცა ჩაპუტკუნებული ფადორობიძე თქვენ რომ იკადრეთ მე არ ვიკადრებდიო რა ვიკადრებ რო არ გახვედი სცენაზე მიდე ლაპარაკი ახლა მოვედი რომ არ მინდა გაზო რა პროფესია ჩემი და უნდა დავივიწყო ხო, რა თქმა უნდა და ხართ მისული იმისთვის რომ იყოთ ქორწილში. ჩემი ახლა მე ამათ გონიათ რომ ეს ჰოპ და უკვე სუ გამოდო. არა, იყო ასეთი მაგალითად ქართლოს კასრაძე. იმას არ ჭირდებოდა თხოვნა და ქართლოს იყო იუმორის გიჟი. ქუჩაში ხუმრობდა, სცენაზე ხუმრობდა, ქორწილში ხუმრობდა. ფენომენიო. მე არ ვარ ასე კაცო. ხო, მესმის, ყველა ადამიანი მე სცენაზე რო გავდივარ 40 წუთი ემზადები კაცო. ასე სადაა. ისე ხო ამბობენ რომ იუმორით დაჯილდოებული ადამიანები უფრო სევდიანები არიან ცხოვრებაში და ასე არა, მაგ როგორ არის, იცი, გეტყვი, მაგასაც ახსნა, ახლა დააგვირდი მუსიკალური ნიჭი, მშენებლობის ნიჭი, რაღაცა ნიჭი, აქ გრძნობა ქვია. კი ბატონო. იუმორის გრძნობა და თუ შენ ამ გრძნობითაც ახლა აი ეს გრძნობა მარტო იუმორზე ხო არაა. ძიგ სენტიმენტალური ცხარე რაღაცა, მაგრამ ეს მხარე არ ჩანს. მესმის. ხშირად ირით ისე? ორ-სამჯერ მქონდა ესეთი, რომ რა დავაშავე. ვერ ხვდებოდი რა ისეთი გამოცდების წინაშე ვდგები ცხოვრებაში ნახო აი ყველაზე რთული ეტაპი როდის იყო ესეთი თქვენ ცხოვრებაში რას უკავშირდებოდა რთული ეტაპი ხელოვნებაში რომ შედიხარ სულ რთული ეტაპია იმიტომ რომ კახი თქვა კავსაზე კარგად რომ კიო სახელი გაქო ოსტატი ხარ მაგრამ სულ უნდა ამტკიცო რომ მე შემიძლია აი სულ მტკიცება მე ესეთი თვისება მაქვს რომ სულ ეჭვი მეპარება რასაც ვაკეთებ ვარგა არ ვარგა ეს ფიზა მე არის ესეთი ფილმი ნიიზვესნი ჩაპლინ უცნობი ჩაპლინი და კიდე ბიტლზებზე წავიკითხე რაღაცა და მე შექსპირზე და ეს გენიოსები რა წავიკითხე თურმე რამდენს წვალობდნენ მომეშვა გულს ვახ მეთქი ბიჭო მარტო მე არ ყოფილი თურმე ესენი რა სწავლობდნენ და მე ვიცვალებ რა იქნება და ის შეგზნება ქონიათ რომ აი თითქოს არავის აღარ ჭირდებით და
არა ეს როგორ აი მაგ ჯექსონი რომ არ რეალიზებული. არა ხელოვნება და დეპრესია ახლოსაა ერთმანეთთან ეგ ძაფრი დეპრესია გადაგიტანიათ? კი როგორ არა ეს თამდევია ეს არც უნდა იცოდე რომ ზდებს თან ეგე დეპრესია ის როგორ თავისლება რჩებოდა რომ საქმე ყოველთვის იმდენად იყავით შეყვარებული რომ იყო ყოველთვის წინ თქვენ ცხოვრებაში ასე იყო მართლა ბიჭო გეტყვი აგერ ახლა მე მაგალითად ჩემთვის ნომერ პირველი მწერალი არის ჩეხოვი ესე ჩეხოვს კითხეს რომ ცოლი რატო არ მოყავს ხო მოყავს ვინო ბაგვაცანი თეატრი ხო თქვენც ასე იყავით ბიჭო რა არის იცი თუ არ შეალიე მთელი დრო ამას არ გიქნება ხო სხვა რამისთვის ნაკლები დრო მე ეს როგორია რომ აჰა ვსა ამის იქით ბიჭო კიდე გამოდი კიდე ახლა დამთავრდა კიდე არ თავდება რა ეს აღმოჩენებია თუ რა ჯანდაბა და მე როგორ არის ეს გენიოსები ხო არიან ახლა გინდა მწერალი გინდა და შენ აქ ხარ ხო და ახვედი და გაგშიფრე ჩემო ავიდო ის უბრალოდ აი ხო გაგშიფრე კიდე და დაძდებ ასე და წადით და ძალიან შეყვარებული ყოფილიყართ ახლა კლასელი შეგეყვარდება რა ხო რომეო და ჯულიეტას ასაკში ხო 20 წელი მქონდა ეს გზნობა კლასელთან კი ესე იგი სერიოზული სიყვარული იყო ეს გადაცემა აი ზალა 20 წლის მანძილზე ხა ვიღაც თუ გულშია კი იყო ხო ცალხრივი იყო მარტო თქვენ მოგწონდათ თუ მასაც რაიო მე ხო წამოვედი მე რა ვიცი ახლა მე ან თქვენ 20 წელი გულში გყავდათ მაინც კი რო წამოვედი ხო სოფლიდან ხო წამოვედი და ეხლა ასეთი ერთმანეთთან არაფერი არ გვითქვია ხო და აი ესეთ შემდგარი რო ორმხრივი ყოფილიყოს და მიხვდით რომ სიგიჟეების გაკეთებაც გინდოდათ მასეთი იყო ოღონდ ის სულიერი არ იყო აბა ხორციელი იყო ანუ უბრალოდ კარგი ნუ როგორა მამაკაცი არის ხორციელი ძლიერი ხო და ძალიან მოვერგეთ რა ანუ სექსში რომ მოერგები კარგი სასწაული და 4 თვე აი რაც ჩამოთვალე მემართა ხო რო ყველანაირი სიგიჟე გინდა და ესე იგი მე მივხვდი რომ ნამდვილი აი რა ასეთი გიჟური სიყვარული ცხოვრებაში მოდის ერთხელ ხო მედი არა ის გიჟური და ეს არის წითელაბატონებივით უნდა გადაიხადო ეგ შეიძლება ვნებაც არის დიდი ვნებაა და მაგაზე გეტყვი კაცო ნიჩე რას ამბობს რა არის სიყვარული გასულიერებული ვნება ხო შეხედა რა შმაგულად გითხრა ხო ორი კურდღელი დაიჭირა კი ბატონო ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭირა გასულიერებული ხო მესმის ვნება ოშო ამბობს სიყვარული არის ბიძგი ოჯახის შესაქმნელად ჩემი განმარტებით სიყვარული ეს არის როცა ორ ადამიანს უნდათ ერთად ყოფნა ხო всё კი და კომფორტულად არიან თან ერთად ყოფნა რო უნდათ სულ ეს არის სიყვარული კი ბატონო რა კარგია ქართველი ქალი დაწვევი ღამით მიეფერები ეტყვი ჩანჩუნ და ისიწებს ხნეშას და კნესას ზამთარი მოდის ჩვენ კიდე გათხოვის ფული არა ვარ ზამთარი მოდის ბავშვებს სასაცმელი არა ზამთარი მოდის და ჩვენ ფული არა ვარ მე კიდევ წევარ და ველოდები როდესმე ხობა მიწევს მასთანაც პირველი წარუმატებელი დაოჯახება დავარქვათ ხო ამ დაოჯახება ხო რაღაც ქორწინება არ ვიცი რაც გინდა დავარქვათ ამის მერე გქონდათ ის მომენტი რომ აღარასოდეს სოლს არ მოვიყონ და აღარ გინდოდა როგორ არა ვიყავი მასე 7 წელი ვიყავი მარტო ვიყავი კულინარია ვისწავლე ხო კი გასა კულინარია თქვენ თავს უვლიდი თვითონ კი არა მე არ ვლიდი იყო მოვლელი აჰა ხო მაგრამ პერიოდულად რო იცვლებიან თუ ერთ და იგივე არა ვინც მივლიდა ერთი იყო და ახლა იქ მე მაგაზე ერთი ამბავი მოვყევი არ მოეწონათ რა ერთი მყავდა რა დროებითი და ხო გათხოვება არ მქონდა არაფერი არ მქონდა აქ გაიგე და ნანაზაფხული იყო ქევსაყვალოვდი და მთელი ამბავი და როღა ცივდა ვარგეთილში ხო ის 3 გრადუსით დაბლა ტემპერატურა და რომ მოვიდა და კინო გაიყინა რა ეს გოგო კაცო
მიგედა რო ვაცილებდი მე შუბძ რო ვაკოცებ მამაჩემი დასაფლავება გამახსენდა იმპერიცივი იყო მამაჩემს ვაკოცებ გაყიდე ხო და მithos ძალიან მიყვარხარ მაგრამ აპრილამდე არ დამირეკო აღარ გამოჩენა აღარ გამოჩენა მე საერთოდ გადაიგარგა თურქეთში თუ საბერძნეთში რა ტიტის მიკარება ლოკაზეთა რაღაცა ემართებოდა თავიდან ვიფიქრე ალბათ გრიპი ჭირს და დაცხინკება არა გამარჯვება მე ვიფიქრე ალბათ ჩოგბურთელი იყო და გაახსენდა ქალებასე თამაშობდა არა გამარჯვება მე ვიფიქრე ალბათ ასთმაჭი არა კაცო თურმე კაცი უნდა 58 წლის ასაკში გადაწყვეტეთ კიდე დაოჯახება ხო დღემდე ერთად ხართ აი როგორ სად გაიცანით როგორ მოხდა რომ კონცერტზე სად გავიცნობდი ახლა მე კონცერტი ქონდა თქვენ კი მე მქონდა 4 ღიას დაუძახეს და მე იმაში უზენაეს სასამართლოში მუშაობდა მაშინ ხო იურისტია კი იურისტია დღესაც იმაში მუშაობს სააპელაციოში და რა ვიცი ახლა კონცერტზე მე ხო ეს ბანკეტია იგია და იცანი რა რაც უფრო ასაკში შევდივართ ხო უფრო რთულია ამ ნაბიჯის გადაνοმა აი როგორ თხოვეთ სოლობა რომ ერთად გადავიდეთ მაგ როგორ არის რომ კი პოპულარული ხარის ხარაც ხარ მაგრამ შენით არ ინტერესდება არავინ ადამიანით ხო პოპულარული პერსონაჟი არის მაგაზე არ გირეკავენ და ორადორი ადამიანი მირეკავდა ჩემი მამი და შვილი ოთარი გოგელია ფაქტიურად ძმა იმას არ ყავს ძმა და მეც და ძმები ვითვართ რა და ეს დალი ხო ისო მეტი არავის არ აინტერესებდა ჩემი ამბავი ხო და მე ვიფიქრე და მე კიდე კაცო ის ნაცსამი ყავდა ერთი ზურა ხედელიანი ხო და სიკვდილის წინ მითხრა ცოლი მოიყვანეო მე დეიდა ჩემი კვდებოდა ცოლი მოიყვანეო მე მზია კვირიკაშვილი ისო კვდებოდა ერთად იყავითო რაღაცო და მეთქი რაღაც სიგნალები ალბათ კოსმოსიდან თუ რა არის ხო მე ხო აი მეთქი და ესე იგი ადამიანი რომელიც ინტერესდებოდა ჩემი ცხოვრება და ეს მოხდა უკვე თორე ახლა 58 წლის ასაკში ახლა ხო მესმის მას ჰქონდა ოჯახი ყავდა შვილები თუ არა ამ ასაკში უკვე ისეთ ჩამოყალიბებული ხარ ყველანაირად ხო ანუ ვიცი ვისთან ერთად გინდა ყოფნა მაინც მოგდით კამათები რამეზე კამათობ თუ აღარ არის კამათები აზრი არ აქვს რატო კამაც ქალი გონს მართალია მაგითო მე ერთხელ მახსოვს ჭეკაქუხილი არ უყვარს და ჭეკაქუხილის დროს იყო მომენტი ტუალეტში ერბოდა იმალებოდა ჭეკა ელვისგან რომ გაწინდება ძალიან და მე ვთქვა ამ ერთხელ მაპატიე მეც არ ვიზამ მეთქი ჭეკაქუხილი მე დევიბრალე ჭეკახულით შემბრალია და ეჭვერობის მომენტი ყოფილა ნუ ჩაგირკიტება იცის რა ვინ დარეკა რა დარეკა აი ინტერესდება აი იმ თემაზე ალბათ გეკნებათ მალაპარაკები თქვენ შვილებზე ხო ვისთანაც კონტაქტი სამწუხაროდ არ გაქვთ ხო არ გეუბნებათ რომ აი იქნებ რამე მეთოდი მოვძებნოთ რომ აღადგინოთ მაგას ბევრი მეუბნება მაგრამ მე ხო ვიცი რომ აზრი არ აქვს ამ ძებნას ხო არა თუმცა მგონია რომ მაინც რაღაცა პერიოდის მერე ასე მგონია მე რომელიმე ბიჭი მაინც გადაწყვეტს რომ ამასთან მივიდეს და დაელაპარაკოს არა მაგ სხვა აზრია მაგას ჩადებული მაგაში ის აზრია ჩადებული ბლოკავს მე იმიტომ რომ მარტო ის უყვება რა ხდებოდა მარტო ის უხდება და მე ვერ ველაპარაკე და აი რას უყვება რომ მე ჩაგრავდა ცუდად მეკცეოდა ხო რო აი რო ესე იგი კავკასიელი ქმარი ყავდა და მაგალითად დაბადების დღე რომ მქონდა ხო მე ვზივარ თამადო პროდუქტები მოვიტანე და იმან მოამზადა ეს ჩაგვრა აჰა რუსული წესი ხო რო მეუღლეს დაეხმარო იმაში რომ სუფრა გავუწყო ხო დალაგებაში ალაგებაში ხო და მე მოგიტანე ყველაფერი ხო და ერთად უნდა მივიღოთ სტუმრები ხო და ეს სტუმრებს რომ მივიღებდი ეს სტუმრები მე უჩრიგინებდნენ ეს ვინ ყოფილაო რა იყო სულ შენ გააკეთე ხო და იმათვისაც საოცარი ფაქტი იყო იმათვისაც მიუღებელია ეს ყველაფერი და ასე მე დედამისე სიდედრის თემა მე შემევიტანე საქართველოში მაგი აქ დედამთილი იყო აქტუალური ესტრადაზე ხო და ეხლა სიდედრი შემოვიდა რა
ნუ სიდიდე მოვდა საერთოდ ღმერთო ამსხონე საშინელება და მე ფროიდთან წავიკითხე რა ყველა ქალი რომელიც ვერ აწყობს თავი პირად ცხოვრებას უნგრევს სხვას თავის შულს გააზრებით კი გააზრებული კი თქვენთან ქონდა კონტაქტი ამ სიდიდეებს მე სულელი შემეცოდა ბიჭო ქვარი ყავდა ლოთი ხო და გადმოდი ჩვენთან მეუთხარი აგერ შვილებში იქნები გაიგებონა და თურმე რას მოყავს ბიჭო ვინ მოყავს და დაიწყო იქ ესე ანუ აღნენ ერთმანეთს ხა რაღაცა და მომივიდა ეს ხალხი და დავახურე თავზე ყველაფერი აი წამოსვლა როგორ მოხდა რო უთხარით რომ აღარ მოვალ მე აქ წამოსვლა მოხდა იმან განცხადა დაწერა იმან ცოლმა რომ გავშორდეთ ერთმანეთს და იმას ეგონა შევახოწებოდი მე თვითონვე დაწერა კი და მე გავშორდეთ და არ ელოდა ამას მე რო თქო კაიო დავხევო იმასო იგეო და გამაზრდევინეო ხარი კარგად ეხლა იცის როცოლი ხავთ კი რა თვითონაც გათხოვდა თვითონაც ხავს მაგრამ მაინც აი შვილებს მიუხედავად იმისა რომ სხვა ოჯახი ყავს ხო თავისი ქმარი მაინც შვილებს ცდილობს რომ თქვენზე რაღაცა ნეგატიური შეუქმნას რა ჩემზე ვინჩივა კაცო ბებია და ჩემი შეაძულა ჩემი და შეაძულა სოფელი შეაძულა საქართველოს შეაძულა და მე ძალიან ცუდია აუბედურება ძალიან ცუდია ხო არ ვიცი რამდენად დაალაგდება მე მაინც მგონია რომ შვილებთან მიმართება შვა არ ვიცი მე არა მაგ არ დაალაგდება წლების მატებას როგორ უყურებთ გაშინებთ ფიქრობთ რომ კიდე ბევრი გინდათ მოასწროთ თუ აი რომ არა მე მივხვდი რომ მომავალი და წარსული არაფერი რა დღეს თუ რამე გაინტერესებს ესე იგი ცხოვრობ ხო და აგერ ხო ხალხი რამდენი საწევი და ინაჩხაპნი მაგერ ამას რეალიზაცია უნდა მე ძალიან ბევრი მომივიდა მუშაობა ახლა შევჩერდი ცოტა რა ვქრე ნუ გადაიტვირთე ფიზიკურად ხო ისეთ საქმეს ვაკეთებ რომელიც ჩემ საქმე არაა მაგრამ საქართველოში არ არის ავტორები ერთი ჯემალია და ისიც იუმორინაზეა ჯემალ ბაღაშვილი ხო მიმული კი ბატონო ხო და დანარჩენები ვერ წერენ ესტრადისთვის ხო სატელევიზიო კი ნუ შემთავაზე ერთ მეორეს მესამე არაფერი არ უნდა ნუ არ გინდა მოგინდა დავქნა ახლა მეთქი თუმცა ერთი პერიოდი ამბობდა რომ ჯანმრთელობის პრობლემა ეს ჭორი იყო თუ ეს ჭორი იყო რუსთავში და კონცერტი ხო იმიტომ რომ ჯანმრთელობის პრობლემა და ბილეთები არ ეყიდებოდა ხო და აი ბიზნეს უდაცარა და დევეხმაროთ და და ოკი ეყიდა მე რომ ჩავატარეთ კონცერტი მე ის ქალი ვნახე ვინც ეს გაავრცა ხო ვიქნა მე გემეცინა მალადეცე ვა არა მაგას ისრაელში ვიყავი კაცო გასტროლები მქონდა ხო და კიდე და ისრაელში მირეკავდნენ ხო იმიტომ რომ მართლა მოედო ყველას რომ ბიზნესი მახრაც უსუდოთ არის რა პერო მითხარი ისრაელში არ ზღვაზე ბანავე ნოემბერში აგერ მეუთხარი რაღაც არა კარგად ხარ კი კარგად აბა რა იყო რა ვიცი მეუთხარი კარგია რომ ჯანმრთელად მაგრამ შემთხვევა იყო კიდე ერთხელ ნოდარი ხუნძარი იყო ცნობილი იუმორისტი ავტორი ხო და ვიღაცა გამოვიდა ტელევიზიით და გვარდასახელი არ ხო გარდაიცვალა ცნობილი იუმორისტი და ხო და თამრიგო გვერდცელთან იყო დირექტორად კვაშილავა იყო ესეთი ის მირეკავს მოსკოვიდან ცოცხალი ხარ ცოცხალი ვარ აბა თქვენს რო გარდაიცვალა საგარდაიცვალე რა გარდაიცვალე კარგად ცნობილი იუმორისტი რო თქვენს იმანი ფიქრობ წესზე მოდით ყველა დავთქვათ და ნუ ვიცხოვრებთ ნუ საათი ნურს მისი ციგ-ციგით ქართველები არა ვართ მოდით ვიცხოვროთ მზით მზის შვილები არა ვართ მზის მიხედვით ვიცხოვროთ მზე ამოვიდა ესე იგი გათენდა ჩავიდა ესე იგი დაღამდა ჩიტები ჭიკჭიკებენ ესე იგი გაზაფხულია დეპუტატები ჭიკჭიკებენ ესე იგი არჩევნებია და მაშინ ასაკი არ მოეთხოვება არც კაცს და არც ქალს იმიტომ რომ ყველანი მარად ახალგაზრდები ვიქნები მინდა რომ ჯანმრთელობა გისურვოთ აი იმ გეგმების განხორციელება რა სცენარებიც გაქვთ ახლა დაწერილი და ყველაფერი წინ არის მოკლედ და დიდი მადლობა ხო არა ეგ რომ მომაშორო მაშინ პოლიტიკაში დაწევიდეთ გურულის გენები ხო ის არ მინდა აი პოლიტიკა და არა სადაც ხართ კარგად გამოგვიყვება არა არ მინდა არა მაგას მეუბნებიან სხვა შორის პოლიტიკაში დავდო მე ტრიბუნა მაქვს მეუთხარი იმ ტრიბუნიდან ჩემსაც გავავრცელებ და თქვენ სათქმელს ამბობ დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და წარმატებები გქონდა მადლობა